საღამო მშვიდობისა, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ქალაქ ქუთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ბატონი თენგიზ ხუხია. საღამო მშვიდობისა, ბატონი თენგიზ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოდით დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. უკვე 2 წელია რაც ქუთის თეატრი სამწუხაროდ ვეღარ ახერხებს ახალ თეატრის შენობაში სპექტაკლების გამართვას. მიზეზი კი ძალიან მარტივია და ყოველთვის ცნობილი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ქუთის თეატრი ახერხებდა ქალაქის სხვადასხვა თეატრებში სპექტაკლების თამაშს და ასევე როგორც ჩვენთვის ცნობილია, თეატრი გადიოდა საერთაშორისო ფესტივალებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე 6 თვეა რაც დაინიშნა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი რამაზ იოსელიანი, რის შემდეგაც მოხდა ქუთის თეატრის დასის გადასვლა კულტურის სახლის შენობაში, სადაც უკვე დაიწყო ქუთის თეატრმა თავიდან ცხოვრება, სპექტაკლების და პრემიერების ჩვენება და მოდით დღეს რა მდგომარეობაა გითხარით ქუთის თეატრში. მოგესალმებით ბატონო სანდრო, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, დაახლოებით 2 წელი არის ქუთის თეატრს იმ ახალ შენობაში, რომელსაც არა მხოლოდ ქუთის თეატრი, მთელი ქალაქი ელოდებოდა მის საზეიმო გახსნას. ის შემდეგაც ჩვენი იმედი გქონდა, რომ მოგვიწევდა საკმაოდ დიდ ხანს იმ შენობაში შემოქმედებითი მუშაობა, შრომა და იმ პოტენციალის ჩვენება, რაც რეალურად გააჩნია ქუთის თეატრს, მაგრამ სამწუხაროდ თავიდანვე ჩანდა, რომ ეს შენობა არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში და შედეგიც მივიღეთ ისეთი, როგორიც მივიღეთ. ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება იმას, რომ ქუთის თეატრი არ გაჩერებულიყო და მას თავისი შემოქმედებითი პოტენციალი არ ჩაეკლა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ალტერნატიული სივრცე ფიზიკურად არ იყო ქუთში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გასტროლებით ავსულიყავით ყველგან, სადაც კი მოგვეცემოდა ამის საშუალება და რეალურად მთელი წელი, ანუ შეიძლება 2018 წლის რეალურად ჩვენ სულ გასტროლები გქონდა დაგეგმილი, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ დაახლოებით მოგვიწია 14 სხვადასხვა ქვეყანაში სპექტაკლის გამართვა და მინდა გითხრათ, რომ ეს ტური იყო საკმაოდ წარმატებული და ჩვენ ნელა მივედით იქამდე, რომ უკვე სამხარაულის დასკვნის მიხედვით იმ შენობაში უკვე შემოქმედებით კი არა, საერთოდ მისი ექსპლუატაცია პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, სწორედ შავი თეთრზე სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ესეთი ვითარება, რომ ამ შენობის ექსპლუატაციამ ზუსტად გამოიწვია ჩვენი თანამშრომლის ჯერ დაინვალიდება და შემდეგ უკვე ჩვენი ვასო დღეს ჩვენთან ერთად არ არის სამწუხაროდ. დღეს ამ მდგომარეობა გვაქვს, ჩვენ უკვე გამოცხადდა ტენდერი, არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც გამოვლინდა უკვე გამარჯვებული კომპანია. დიახ, ანუ ტენდერი გამოაცხადა მერიამ და ამბობენ, რომ არის ქუთაისური კომპანია, რომელიც მზად არის ჩაატაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უკვე ფურცელზე გაწერილი არის, რომ დაახლოებით 9 თვეს გასტანს. ჩვენ ამ 9 თვის განმავლობაში ვიქნებით ძველი ფოლკლორის შენობაში, რომელიც უკვე დაახლოებით თვენახევარი არის ჩვენს განკარგულებაში არის. რეალურად ჩვენ უკვე მოვასწარით იქ პრემიერის ჩვენება, 2 ახალი სპექტაკლის ჩვენება, მას შემდეგ რაც ქუთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი რამაზ იოსელიანი, რომელსაც ქუთის თეატრთან აქვს საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა, მჭიდრო ურთიერთობა და აქტიურად ჩაება ამ ფერხულში საკმაოდ ძალიან რთულ მომენტში, ძალიან რთულ ვითარებაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი რამაზ და ყველა არის მოწადინებული, რომ ქუთის თეატრი გაყვეს იმ ტემპს, რომელიც ტემპიც ჰქონდა წლების განმავლობაში ქუთის თეატრს და დღემდე ქუთის თეატრი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად საქართველოში და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება ერთად.
ბატონ თენგის, რაც შეეხება ექსპერტიზამ, თქვენ ახსენეთ, რომ უკვე დაითვალა ხარჯები. დაახლოებით რა თანხა არის გამოყოფილი თეატრის რეაბილიტაციისთვის და არის თუ არა ეს თანხა, რა თანხაზეც არის საუბარი, საკმარისი იმისთვის, რომ თეატრი სრულად იყოს რეაბილიტირებული. პირველ რიგში მერიამ გამოაცხადა სამხაროვლის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, რომ შენობა არის სასწრაფოდ გასარემონტებელი და არის არემონტო სამუშაოები ჩასატარებელი. პირველი ეტაპი იყო, რომ ტენდერი გამოცხადდა თვითონ პროექტირებაზე და ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე დიდი ხანია დადო თავისი პროექტი, თავისი ხარჯაღრიცხვა, რომელიც დაახლოებით შეადგენდა 900,000 ლარზე მეტს და შესაბამისად ამის შემდეგ გამოცხადდა უკვე ტენდერი, თუ რომელი კომპანია ჩაატარებდა ამ სამუშაოებს. რეალურად რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც სახელდება უკვე გამარჯვებულად და მეითხრეს, რომ ამ დღეებში მოხდება მასთან კონტრაქტის გაფორმება. არ ვიცი, ალბათ სხვასთან ჭიდილის გამო მან საკმაოდ სოლიდური თანხა დათმო, ანუ მან თავის პირობებს შეთავაზა ბევრად უფრო ნაკლები ციფრი და შევხედავთ ყველა ერთად უკვე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამას არა მხოლოდ ფოთის თეატრი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი ინსტიტუტი გამადიდებელი შუშით დააკვირდება აბსოლუტურად ყველა. სწორედ მინდა შეგიკითხოთ, ბატონ თენგის, ხო არ არის იმის საშიშროება, როგორც პირველად მოხდა შენობის, როგორც თითოეულმა ჩვენთაგან ვნახეთ, გახსნის დღიდანვე უკვე პრობლემები აღმოჩნდა, უკვე სრულიად ახალ აშენებულ შენობაში. ხო არ არის იგივე საშიშროება, რომ აი ამ თანხაში მოხდეს მსგავსი შეცდომების დაშვება, თეატრი გარემონტეს ისე უხარისხოთ და შემდეგ, როდესაც დაუბრუნდებით უკვე ახალ შენობას, რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ მოუწიოს თეატრის დას ისევ კულტურის სახლში, უკვე ტრადიციად ქცეულ კულტურის სახლში გადასვლა. არა, ვინ გაუწევს აი ამ ყველაფერს კონტროლს? ეხლა გეტყვით, ამ ყველაფერს კონტროლს გაუწევს თვითმმართველობა პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ფოთის თეატრი, კულტურის სამინისტრო არის ჩართული იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მე ვფიქრობ, რომ ყველა ინსტიტუტი, რომლის ჩართვაც არის აუცილებელი და იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი მწარე გამოცდილება აქვს უკვე ფოთის თეატრის შენობის გამო, ყველას ერთად, მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი შეცდომები არ იქნება დაშვებული და გამეორებული და შედეგი გვექნება ესეთი, როგორიც უნდა იყოს წესით. და შესაბამისად, როგორც კი მოხდება ამ შენობის სრული რეაბილიტაცია, მას შემდეგ მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება უკვე ექსპერტიზა, რომელიც სამწუხაროდ თავის დროზე არ იქნა ჩატარებული, ისე იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში ეგ შენობა, მაგრამ ითარება, ამაზე იმსჯელებს ალბათ სხვები, ვისაც ხელი ეწიფება ამ თემებზე, მსჯელობა, ვისი ბრალი იყო და ეს შემდეგ, თავარი არის ეხა ჩვენ მაქსიმალურად ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები არ იქნეს გამეორებული. ძალიან კარგი. როგორც იცით, უკვე 6 თვეა რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახავთ ბატონი რამაზი იოსელიანი, რომელსაც ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფოთის თეატრთან. ის იყო სანამ სამხატვრო ხელმძღვანელი გახდებოდა, მანამდე ფოთის თეატრის დასის წევრი. დაახლოებით თვენახევარია რაც მოხდა ფოთის თეატრის კულტურის სახლის შენობაში გადანაცვლება ერთობლივად კულტურის სახლის ხელმძღვანელობასა და ფოთის თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთობლივი მუშაობით მოხდა ფოთის თეატრის მცირე სცენის გაზრდა, მასშტაბით მოხდა დარბაზის გათბობა, უკვე ვითამაშეთ 2 პრემიერა და ახლა მომავალში რა სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს გულშემატკივარს და ერთგულ მაყურებელს. დიახ, ანუ რეალურად ჩვენ ყველა ერთად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თეატრისთვის აუცილებლად იყო შენობა გამოსაყოფი და იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ალტერნატიული სივრცე არ ქონდა, დაუბრუნდით ისევ იმ შენობას, სადაც ფოთის თეატრმა დაახლოებით 9 წელი იმუშავა და იცხოვრა იმ შენობაში, მაგრამ სადაც იყო ძალიან ბევრი წარმატება, დურუჯიც და ესე შემდეგ, უცხოელი რეჟისორები, უცხოელი დასებიც და მაგრამ მაინც რთული არის ახლა, როდესაც 9 წელი ელოდები ახალ შენობას, მერე ისევ იგივე შენობას დაუბრუნდა ესეთ მცირე ზომის შენობას და მოცულობის შემოქმედებითად ეს საკმაოდ რთული არის, ამაში ვერავინ ვერ შემეკამათება, მაგრამ როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჩვენ იძულებული გავხდით დაუბრუნებულიყავით ისევ ამ შენობაში, სადაც ისევ
ისევ გახურდა შემოქმედებითი ცხოვრება, ასე თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უკვე გვქონდა 2 ახალი სპექტაკლის პრემიერა, ამ თვეში არის დაგეგმილი კიდევ ახალი სპექტაკლი ჩვენება, მარია რევია, რომლის პრემიერაც გაიმართება 17, 19, 21 აპრილს და ვეპატიჟები ჩვენს მაყურებელს 20 აპრილს არის დაგეგმილი ჩვენი ერთ-ერთი საფირმო სპექტაკლის ჩვენება ჩარეცხილები, სადაც სპექტაკლს თამაშობენ ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი რამაზიოსელიანი, ბატონი გია სურმოვა. სპექტაკლი არის ძალიან საინტერესო და საყვარელი როგორც ფოთელი მაყურებლისთვის, ისე მაყურებლისთვის, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან ამ ქალაქში სტუმრად და მინდა გითხრათ, რომ მოდში ველოდებით ძალიან საინტერესო სტუმრებს, მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს და მე იმედი მაქვს, რომ მე როგორც ვიცი სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდის ქალბატონი სალომე ჩვენს ქალაქში, რომ ნახოს ეს სპექტაკლი. დიახ. რა თქმა უნდა, სწორედ ამ სპექტაკლის ანახავად აპირებს ქალბატონი პრეზიდენტი ჩამოსვლას და მე იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ დღეს კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ამბებსაც შევეხებით. ძალიან კარგი, მე მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს კოლეგებს. მოდით ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. როგორც ვიცით, ახლო მომავალში ის სწორედ ახალი ჯგუფი, რომლითაც დაკომპლექტდა ფოთის თეატრის დასი, სტუდენტების, რომელიც სპეციალურად ფოთის თეატრის ჯგუფით იყო ბათუმის სახელმწიფო სასწავლებელში წარდგენილი, მათ დაამთავრეს სრული კურსი და ისინი უკვე დღეს ირიცხებიან ჩვენი დასის სრულფასოვან წევრებად. მოდით ვისაუბროთ, მათი პირველი გასტროლია როგორც ვიცით და სად მიემგზავრებიან და რა სპექტაკლით. პირველი გასტროლი არის საზღვარგარეთ. რეალურად ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობთ ბათუმის უნივერსიტეტთან, სადაც ფოთის თეატრისთვის მიზნობრივი ჯგუფი უკვე ეს იყო მესამე მიზნობრივი ჯგუფი, სადაც 4 სტუდენტმა მიიღო განათლება და შესაბამისი დიპლომი და როგორც კი სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ რეალურად ახალ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ფოთის თეატრს, იზოლების წესით ჩვენ ფიზიკურად ვერც რეპეტიციას და ვერც სპექტაკლებს ვერ მართავდით, სწორედ ამ დროს დაამთავრეს ამ სტუდენტებმა, ბავშვებმა დაგვიბრუნდნენ ქალაქში და ჩვენ კონტრაქტში გვედო, რომ თავიდანვე რომ ფოთის თეატრი იღებდა ვალდებულებას, რომ ეს ბავშვები დაესაქმებინა თავის თეატრში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმ წვეთის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვარივთქვით იზოლების წესით ახალ სპექტაკლებზე მუშაობაზე, რომ არ ქონდა სივრცე და მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ სპექტაკლით გვევლო სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყნებში, იქიდან დაბრუნებულზე, ტუნისიდან როგორც კი დაბრუნდით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი სპექტაკლი გაგვეკეთებინა და ეს 4 ახალგაზრდა ჩაგვერთო ამ პროექტში. ქალბატონი ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ნიკო ფიროსმანი და აქცენტი სწორედ მაგით გავაკეთებთ, რომ 100 წელი შესრულდა გარდაცვალებიდან და ის რომ ეს პროექტი გამოვიდა საკმაოდ საინტერესო, პირველი ის რომ ამ ბავშვებმა შეძლეს თავისი პოტენციალის გამოჩენა, ამ კონკრეტული პროდუქტი ისინი უკვე გახდნენ ფოთის თეატრის დასის წევრები, სწორედ იმ დროს, როდესაც რეალურად ფოთის თეატრი შენობის გარეშე იყო დარჩენილი, ეს ალბათ ძალიან სწორი ნაბიჯიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ესე დროს, როდესაც ვთქვათ, შენობის პრობლემა არის და როდესაც ვიღაცას გონია, რომ თეატრი იღუპება, პირიქით ვიღაცები ტოვებენ კი არა დასდა თეატრს, გვემატება ახალი სისხლი და მე პირველ რიგში მათ უსურვებ წარმატებას და რომელდენიმე დღეში ჩვენ უკვე მივემგზავრებით იორდანიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და იმედი მაქვს, რომ იქაც წარმატებული იქნება ჩვენი გასტროლები. ძალიან კარგი, მე თითოეულ მათგანს უსურვებ წარმატებას ამ შორეულ გასტროლზე. გარდა ამისა, ბატონო თენგის, სანამ
ფოთის თეატრი გაემგზავრება გასტროლებზე, მანამდე ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ერთი ახალი პრემიერისთვის ემზადება თეატრი. მოდით ვისაუბროთ, ვინ მუშაობს ახალ სპექტაკლზე, ვინ არიან დაკავებულები ახალ სპექტაკლში და ახლობებით, როდის ვითამაშებთ კიდევ ერთ მომდევნო პრემიერას ფოთის თეატრში. დიახ, რა თქმა უნდა, პარალელურად მიდის რეპეტიციები, უკვე ბატონი რამაზი უსელიანი დგამს სპექტაკლს მომკალ კომედია, ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, რომ მაყურებელი ძალიან იხალისებს და მოეწონება ეს სპექტაკლი. ამ კონკრეტულ სპექტაკლში არის დაკავებული ჩვენი დასის უფროსი თაობა, ბატონი ნოდარბჟალავა, ქალბატონი ჩიტო პატარაძე, ქალბატონი ლილი პოდაველი და მეც სულ მოუთმენლად ველოდები პრემიერას. ძალიან კარგი, მეტი რაღაც დაგვრჩენია. სულ მოუთმენლად ველოდებით, როგორც ჩვენ ასევე ჩვენი თეატრის ერთგული მაყურებელი ახალ პრემიერებს და რაც მთავარია უკვე 9 თვეში ველოდებით უკვე განახლებულ თეატრის შენობას, რომელშიც ალბათ საბოლოოდ დაიდებს ფოთის თეატრი დასი ბინას და აღარ იქნება უკვე ის პირობები და იმ შენობაზე საუბარი, საერთოდ და იქნება მხოლოდ წარმატებებზე და პრემიერებზე საუბარი. დიდი მადლობა ბატონ თენგიზ, რომ იყავით ჩვენთან. ვიარეთ თეატრში. ნამდვილად, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორი ბატონი თენგიზ ხუხია, კურსორი კი ფალამდე გემშვიდობებად, მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობთ.